და დღეს ჩვენი სტუმარია ფიზიკის კიბერნეტიკის სრული პროფესორი ბატონი ბახში შვანია, რომელიც ვრცლად ისაუბრებს მეცნიერთა კონგრესის მიზნებსა და ამოცანებზე, მასში შემავალ ძალიან ღირსეულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოусმინოთ ამ მართლაც დიდებულ ადამიანს. დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის ბატონ ბახში და გთხოვთ ერთი-ორი სიტყვა მეცნიერთა კონგრესთან შესახებ. მადლობთ ბატონ ნიკოლოზ, ჯერითი მოგესალმებით თქვენ. ჩვენც ახალ, ასე ვთქვათ, შენაძენს მეცნიერთა კონგრესის წევრად გვხსნით უკვე. თქვენს ქალბატონსაც, რომელიც ამასინად გამოდიოდა, მე გისმენდით იქა. ჩვენ მეცნიერები, დიდი ხანია ვცდილობთ ამ ქვეყანას ვასწავლოთ სწორი მართვა და ჩვენ ვამბობთ, რომ ასე მართვა არ შეიძლება. როგორ შეიძლება მართვა, როცა ამდა შეიძლება შეაფასო მართლობა, მაგალითად ახლანდელი მართველი ელიტის, რომელიც 12 წელია, 13 წელია სათავეში არის და საარსებო მინიმუმად დაგვიწესა 260 ლარი, რომელიც არანაირ იმებში ზომებში არ ჯდება, 260 როგორც საარსებო მინიმუმი და სამმა პირველმა პირმა პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის მეთაურმა თავისთვის დაინიშნეს 14700 ლარი. ესე იგი, რო გაყო ის იმაზე გამოდის 53 თუ 54. ამდენჯერ მეტი. ახლა ეს 260 რომ მართლა იყოს საკმარისი მინიმუმი, მაშინ კიდე ჯანდაბას იყოს ის 50ჯერ და თუნდაც 100ჯერ მეტი, მაგრამ ეს ხომ არანაირად 260 ლარი თქვენ წარმოგიდგენიათ? ეს არის კატასტროფა და ეს ხელისუფლება იმის მაგივრად რომ ამბობდეს რომ სირთულეებია, სიძნელებია, ვერ გავართვით თავი და პირიქით გვეუბნება რომ კარგი ხელისუფლება ვართო. და ჩვენ უნდა ვიყოთო, აბა ომი ხომ არ გინდათო, აი ამ ლოზუნგით თვითონ დიდრდებიან და მთელი კასტა იმ პარლამენტის და მთავრობის დღეს მილიონერებითაა სავსე. ჩვენ მეცნიერები ვეუბნებით. ხალხო, ჯერეთი რა ლოზუნგი გვაქვს? თქვენმა სტუმარმა გაიმეორა ეს და მეც გავიმეორებ. ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ეს არის გელათში ნათქვამი სიტყვა ილია ჭავჭავაძის. ჩვენ ვეუბნებით, რომ ხალხო უნდა დავждეთ დაუმონებლად, შეუბღალავად და დაუმონებლად. და ახლა თქვენ შეხედეთ, ჩვენი პოლიტიკური პარტიების ლიდერები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთის, ესე იგი, აუტანლობა აქვს. აი, სწორედ ამაზე მქონდა რამდენი წუთის საუბარი. როგორ შეიძლება აქ მოვნახოთ? სასრული არ აქვს ბატონ ბახში. რა თქმა უნდა. სასრული არ აქვს. ხო შეიძლება რომ დასრულდეს ერთი პერიოდი, ეს უძიმესი სიტუაცია და გადავიდეთ ახალ რელსებზე, ახალ ეტაპზე განვითარებისა, ხო? და როდესაც პოლიტიკა ხდება რაღაცა ანგარიშსწორების ასპარეზი, ანგარიშის ასპარეზი, სწორედ მაშინ იწყება ერის სტაგნაცია და ეს გრევა მართლაც, ანუ ჩვენი მენტალობისა, ზნეობისა, მორალისა, ეროვნული ტრადიციებისა. და მე დავეთანხმები ბატონ ბახშს, რომ ყველაფერი უნდა იყოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ საარსებო მინიმუმი, როგორც მინიმუმ გქონდეს ჩვენს ღირსეულ პენსიონერებს და მithumetes სოციალურ დაუცველებს. აი ესეთი ღირსეული პროფესორი, როგორც ბატონ ბახშია, კიდევ უფრო მეტ აქცენტებს დასვავს, მე გონია. ხანაგოს რატო გავუსვი ამას ხაზი? მე ხომ ჯერჯი Facebook-ში ვარ და აქტიურად მოგდა ისეთი პასუხები მოდის, ისეთი დაცვა მოდის, ნუ ახლა ვიცით რომ ეს ტროლები არიან, დაქერავებულები, მაგრამ სასწაული, ესე იგი, ავტორიტეტიანი ხალხი, პროფესორები, რაღაცები ისეთ რაღაცას მწერენ, თითქოს და ისინი არ იცნობენ აი ამ მდგომარეობას, რომელიც ჩვენთან არის. მე მათ გასაგონად ვამბობ, ეს 260 და 14700 კარგად დაიმახსოვრეთ
და ხშირად ესე იგი დაფიქრდით ამაზე კიდევ ერთხელ ერციფს მათივე მონაცემებით სტატისტიკური 700,000 ჩვენი თანამემამულე ღებულობს უმწეობის დახმარებას. უმწეობის ესე იგი 700,000 ეს ხო ეროვნული ტრაგედიაა. თვითონ აწერ ხელს რომ მე მათხოვარი ვარ, მე უსუსური ვარ, მე არაფერი არ ამბობ და ჩვენ ასევე ვიცით არის აგრესიული კიდევ ეს სხვა ამბავია, მაგრამ აი ის რაც აღერიცხულია 700,000-მდე და აქედან აი ეს ადამიანები ათეული წლებია ასე არიან და არანაირი мотиваცია არ აქვთ რამე გააკეთონ, იმიტომ რომ რაღაცა რო გააკეთოს, მაშინ იმას მოუხსნიან. იმ შემწეობას მოუხსნიან. და მე უნებოდა ერთი მეგობარი რომ ხარაგაულში, სოფლებში ადამიანებს სახლში აი ზალას როძახიან თავარ ოთახს, იქ ყავთ ქათმები თურმე, რომ მეზობელმა არ ნახოს ქუჩაში რო გაუშვოს, მეზობელი ნახავს, მეზობელი დაწერს სოციალური ინსტიტუტის ვერაცა მოვა, შენ ქათამი ყოლია და არ გეკუთვნის ხალხო. ანეკდოტული გვარევაში ვართ. აი ჩვენ მეცნიერები სწორედ გეუბნებით, რომ აქედან როგორმე უნდა ამოვძვრეთ. რომ ამოვძვრეთ, უნდა შევცვალოთ მთლიანად მართვის სისტემა. მართვის სისტემა უნდა შეცვალოს იმან, ვინც იცის რა არის მართვა. და აი ამისი განხორციელება უნდა მოახდინოს იმ ხალხმა, რომელსაც აბსოლუტურად გამორიცხული აქვს თავისი პირადი мотиваცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. თუ ადამიანი თავისი მდიდრეზე ფიქრობს, ფულის შოვნაზე ფიქრობს, ის ვერასოდეს ვერ იპოვებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მართლობაში. აი ამაშია საქმე და ამიტომ არის ჩვენ აი სია რომელიც ახლა წარმოვადგინეთ და ეს არის ჩვენი ბატონო ბახში სანამ გადავალთ აი კონკრეტულად სიაზე ერთი შეკითხვა აშემეზდია არ დაგისვა. თქვენ როგორც ფიზიკოსი მე ვისაუბრებ შემთხვევით და როგორც მეცნიერი აი რა მდგომარეობაშია დღეს მეცნიერება ერთი-ორი სიტყვით რო თქვა ანუ და რა არის გასაკეთებელი იმისთვის რომ აი კონკრეტულად ეს ფიზიკის დარგი დაღწნების გზას დაადგეს. მეცნიერება ზოგადად მეცნიერებაზე უნდა ვილაპარაკოთ საქმე იმაში აი თქვენ ეროვნული პარლამენტი იცით ხო? თქვენ ფიქრობთ ვინმე ერთი მეცნიერი არის? არ არის. ვინმე ერთი ინჟინერი არის? არ არის. აი არიან სპორტსმენები, არიან ესე იგი იურისტები, კლანის წევრები და არც ერთი კომპეტენტური ადამიანი არც მეცნიერების დარგში და არც მართვის დარგში. ბატონო, ჩვენ აი ამ ტელევიზიით, აი ამ ეთერიდან რამოდენიმე 2-3 თვის განმავლობაში მიყვარდა გადაცემები და მის წამყვანი მე ვიყავი, სადაც მე საზოგადოებას უხსნიდი, როგორ უნდა ავარჩიოთ უკეთესი შემადგენლობა პარლამენტის. მე იქ მაშინ გავიხსენე მის რა ქვია ეინშტეინის სიტყვები, როდესაც იმაში იაპონიაში ააფეთქეს ეს ჰიროსიმაში და ნაგასაკში მეორე დღეს აღშფოთებული ჟურნალისტები მივარდნენ ამას ხშირად ვიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან მინდა ხალხმა დაფიქრდეს. აი მე მაგალითად მთელი ცხოვრება ფიქრობდი რა თქვა იმ კაცმა და რატო თქვა ასე. ახლა გეტყვით რაზეა ლაპარაკი. მივარდნენ მას და ეუბნებიან რომ თქვენ ფიზიკოსებმა შეძლებთ ბირთვული ენერგიის გამოთავისუფლება და პოლიტიკოსებმა ვერ შეძლოს ეს ენერგია არ ყოფილიყო ასეთი კატასტროფის მომტანი საზოგადოება. 240,000 ადამიანი დაიღუპა იმ ორ დღეს. იმ ორი ბირთვული დღემდე იქია ხოლმე მე მთელი ცხოვრება. აი ეს ყველა დროის და ყველა ქვეყნის ყველაზე ჭკვიანმა კაცმა როგორც ეინშტეინი იყო იმას დაფიქრა და უპასუხა ასე. ბატონებო, ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერება პოლიტიკა გაცილებით უფრო რთულია, ვინმე მეცნიერება ფიზიკაო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომელიმე ჩვენმა პოლიტიკოსმა იცის, რომ პოლიტიკა რთული
რთული მეცნიერება და უფრო რთული ვინმე ფიზიკა. Როგითხო ვინმეს ფიზიკა როგორ ხარ? არა, ფიზიკაში არ ვერკვევით, ანდა სუსტ. პოლიტიკაში პოლიტიკაში ერკვევა და ამ დროს თურმე საერთოდ უფრო და რატომ არის? აი ჩვენ შევეცადეთ მეცნიერები ამაზე ვეფიქროთ და იმიტომ არის რომ პოლიტიკოს არ კმარა რომ ის იყოს ნიჭიერი. არ კმარა რომ ის კარგად ერკვევდეს მათემატიკაში, არ კმარა რომ ის კარგად ერკვევდეს ფიზიკაში, არც პოეზიაში, არც ისტორიაში. პოლიტიკოსი ის არის, რომელიც უამრავ სხვადასხვა დარგში საკმაოდ კარგად ერკვევა. ესე იგი, ის უნდა იყოს კომუნიკაბელური, უნდა იყოს მაღალი განათლების ადამიანი, უნდა იყოს მართვის საფუძვლების კარგად მცოდნე, უნდა იყოს ფსიქიკურად დალაგებული, აუცილებლად უნდა იყოს მართვის ნიჭით დაავადებული, იმიტომ რომ მეცნიერებამ ასევე აღმოაჩინა, რომ მხოლოდ 5% იბადება ლიდერის თვისებებით. მხოლოდ 5% სტატისტიკა. არც ეს გამართულია დისერტაცია დაწერა ვიღაც ქალბატონმა და მახსოვს ეს წავიკითხე, ესე იგი ბაგაბაღებში ჩაატარეს ექსპერიმენტები და დაადგინეს იქ 60,000 ბავშვი გამოიკვლიეს, რომ 5% დაბადებულია ლიდერად. შენ რომ ქვეყნის ლიდერად გინდა, ის ბავშვობიდანვე უნდა იყოს ლიდერი, ის ყველა თავის იმაში, რა ქვია, წრეში უნდა გამოირჩევოდეს და ისინი, ვინც არაფრით არ გამოირჩევიან და მე რაღაცნაირად ხელისუფლებაში მოიქცევიან, ისინი უკვე საშინელებები ხდებიან. ასეთი იყო ის ჰიტლერი, ასეთი იყო ეს ჩვენი მიხეილ სააკაშვილი, არ არიან ესენი ლიდერებად დაბადებულები და მე უკვე ძალად ლიდერები ხდებიან და მე იციან ესეთი ადამიანების წამება და საშინელებები და რაღაცები და მოხვეჭილება და ასე შემდეგ. ესე იგი დამახინჯებულია ეს სისტემა, ეს უნდა აღდგეს. ჩვენ ახლა ჩემს დღევანდელ თემას მინდა მივუბრუნდე, ქართველი ერთობის დარბაზი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენ. ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და ასევე ერთი 3 თვის მანძილზე ჩვენ აქ გამოდიოდით, მოყავდა სტუმრები ყველა და ვეუბნებოდით, დაგვისახელეთ 5-დან 20-მდე ადამიანი, რომელიც მიგაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტში და ხელისუფლებაში. აი ჩვენ შევაგროვეთ ეს დაახლოებით 150-მდე ადამიანი მოვიდა, ზოგმა მომწერა თავისი სია, ვის თვლის აი დღეს რასაც ჩვენ ახლა ვიხილავთ, ის 50 კაცი ამოვარჩიეთ, რომელიც ამ 150 კაცმა დაასახელა და იქიდან ყველაზე მეტი ხმები ვინც მიიღო. ხალხო, ჩვენ თუ ობიექტურობა გვინდა, ჩვენ საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ და ვისაც ესე იგი ის თვითონ უნდა გვირჩიონ, ვინ უნდა ავირჩიოთ. სწორედ ასეთი პარლამენტი იქნება საზოგადოებრივი თანხმობის აი ეს დემოკრატიული ახლა ამ სიაში მე აქ მაქვს სია და თქვენ აგერტო და პირველი რაც მომწევთ. აი შეხედეთ ვინ არის? აი ამირან აბციური, ეს პროფესორია, დოქტორია, ფიზიკოსია, ენერგეტიკოსია. შევახსენო რომ აი ეს ადამიანები, რომელსაც ახლა წამოვიდნენ ბატონო ბაღში, არიან მესეთა კონგრესის ღირსეული წევრები და სწორედ მათ გაცნობას შეეცდება ახლა ჩემი ძალიან დიდი სტუმარი. მე ახლა ყველას მე ავიცნობ, რა თქმა უნდა ყველას ავიცნობ, ეს არის ისინი, რომლებიც ესე იგი სტატისტიკურად შევარჩიეთ დიდი რაოდენობის ადამიანების წინადადებებიდან. აი აქციური გავიდა, ამას კარგად ვიცნობ და ნამდვილად ღირსეული ფრენება. აქციური იგორ იმას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ რაღაც კარგი ბიოგრაფია აქვს. პრობლემი ბესიკი ჩვენი წევრი არის და ფსიქოლოგი არის და სხვათა შორის იბრძვის რომ უზნაძე ფსიქოლოგიური მიმართულება საქართველოში იყოს დანერგილი და რომ ესე იგი დააუქმეს იცით თქვენ ინსტიტუტს და ყველაფერი და ეს კაცი იკაზა გალეგაშვილი დავითი
ამ კაცს ვიცნობ მინისტრის მოადგილე იყო სოფლის მეურნეობის და ძალიან საინტერესო პიროვნება და ასე შემდეგ. ახოკიძე რამაზი სოფლიოში ცნობილი მეცნიერია, ქიმიკოსია და ჩვენი წევრია და დიდებული პიროვნებაა. გიორგ ხელიძე თემური ალბათ ბევრ მეცნიერის ანალიტიკოსი, ეკონომისტი, პროფესორი, იბრძვის უკეთესი ასე ვთქვათ სისტემის შესაქმნელად და ბევრი რაღაცა შეიძლება საკამათო იყო, მაგრამ ეს არის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი, როგორ შეიძლება ჩვენი პარლამენტი იყოს მის გარეშე. მე ახლა ყველას ვერ დავახასიათებ, მაგრამ აი იგივე ვასაძე ლევანი ვიღაცამ შემოიყვანა მე მაგალითად რა თქმა უნდა ვასაძეს არასოდეს არ მიცემდი ხმას, მაგრამ ამ დროს საინტერესო პიროვნებაა და ბევრს უნდა რა თქმა უნდა ის უნდა იყოს ყველანი უნდა ვიყოთ წარმოდგენილი იმ პარლამენტში ჩვენი არჩეული ხალხის მეშვეობით. იგივე ქალბატონი ვერხვაძე იზა ეს მსახიობი ქალბატონი, მოღვაწე ქალბატონი, ეროვნული ქალბატონი, რაც ყველა ფორუმზე ეს ქალბატონი ჩნდება ხოლმე და ვიცი რომ ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. აი გადამიყვანეთ ახლა კიდევ ერთი ვალი გია, აბა რა გითხრათ, ვალი გია, სოფლიო დონის მეცნიერი, კასრაძე ალექსანდრე, მოკლედ ამაზე იმდენი რაღაცა შეიძლება ვილაპარაკოთ. იამანიძე შოთა, ახალგაზრდა ჩვენი შოთა იამანიძის შვილია, თვალთვალზე დავითი, ეს ქუთაისელი პროფესორია პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა და რაღაცა დიდი ავტორიტეტი აქვს და ჩამოყალიბებული პიროვნება. ყვაშილოვა გია იცით რა დონის მეცნიერი. მოკლედ რო დავყვეთ ასე ყველა ამორჩევს ესე იგი ბანანი რისი თვალი დაიჭირო. აი ამ სიაში მეცნიერების თაოსნობის შექმნილ სიაში ხალხის აზრით გამოყენებული ადამიანებიდან შერჩეულ სიაში არის ისეთი ადამიანები, რომლებზედაც შეგიძლია საათობით ილაპარაკო და უამრავად დამსახურებული ადამიანებია. მაშინ როდესაც აი ახლა რომ აიღოთ ის პარლამენტი, რომელიც ახლა არის, ერთი მაინც დამისახელეთ, ვიზეთ შეიძლება რამე ითქვას. კი ბატონო, პარკია რაშა ისა ის მეორე კიდე მოჭიდავე და მესამე და მეოთხე ბიჭო კარგია, მაგრამ ის თავის ადგილზეა კარგი. ბიჭო რა გინდა პარლამენტში, რა გინდა შენ კანონები, შენ რა იცი რა არის? ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება არის საჭირო. ჩვენ მეცნიერებმა რამოდენიმეჯერ წამოვაყენეთ ეს იდეა და აუხსენით ხალხს, რომ პოლიტიკაში ყველაზე მთავარი არის გამოცდილება, შენს მიერ განდლილი გზა და რაც მთავარია ეს გზა უნდა იყოს სახალხო ცნობილი. საზოგადოება უნდა გიყუროდეს 20, 25, 30 წელიწადი, რომის დარწმუნდეს რომ შენ ხარ პატიოსანი, შენ არა ხარ კორუმპირებული, შენ არა ხარ ნეპოტიზმით დაავადებული, რომ შენ არ დაგიშვია უხეში შეცდომებს ყველა უშვებთან და თუ რაღაცა წარსა და რაღაცა მოინანიება, ქრისტიანული წესია ეს ხო, ესე იგი ყველაფერი შეიძლება დეპატიოს თუ მოინანიებ გულწრფელად, ხომ ასეა? ესაა ესე იგი საფუძველი ქრისტიანობის და შენ რომელსაც პირიქით ყველაფერს დაგუჭებ, ყველაფერს ცუდად აკეთებ და სულ იმას ამბობ რომ კარგია და კიდე აღირჩიეთო. აი ეს უნდა დამთავრდეს. და ჩვენ ამისთვის ვიგზით. ჩვენ ახლა აი ამ სიაზეც რა თქმა უნდა გვექნება და 31 მაისს თქვენ იცით მეცნიერთა კონგრესმა იგივე ქართული ეთნობის დარბაზის ინიციატივით 31 მარტს ვაპირებთ ეს ისტორიული დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის პრეზიდენტის დაბადების დღეც და ნუ კარგი ამასთან გავანებოთ ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე და იმ დღეს გვინდა როგორმე მოუყაროთ ყველას თავი ხალხო ვისაც გსურთ რომ რაღაცა შეიტანოთ წვლილი ამ ქვეყნის
ცივილიზებულ გზაზე და საყენებლად შევიკრიბოთ იმ დღეს, გავანებოთ ამ ბუტიაობას თავი, გავანებოთ ერთმანეთის ლანძღვას თავი, დავждეთ და ვილაპარაკოთ. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე დოკუმენტი საფუძველი, რომელზედაც შეიძლება ვილაპარაკოთ. აი პირველი დოკუმენტი ეს არის ჩვენი დოქტრინა. სულ 12 პუნქტისაგან შედგება. 12 პუნქტისაგან და შეგიძლიათ განსაზღვროთ აი ამ 12 პუნქტიდან რომელი არ მოგწონთ, კი ბატონო, გადავაკეთოთ, გადმოვაკეთოთ, მაგრამ ეს არის საფუძველი, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყანა. ხომ არ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს შემოსვლა საქართველოში და რაც უნდა ის აკეთოს, ხომ? ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ სამეგობრო ხელშეკრულებას ვდებთ მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ ჩვენს დამოუკიდებლობას, რომელიც ესე იგი აღიარებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და რომელიც მზად არის ჩვენი ტრადიციები და ჩვენი ეროვნული სიმდიდრეები ესე იგი გახადოს. ჩვენ ამას ვითხოვთ, ხო? ახლა ესეთი რო ქონოდა ეს ჩვენი ირაკლი ღაიბაშვილი ხომ არ მოაწერდა ხელშეკრულებას ჩინეთთან ხელს მეგობრობის, ჩინეთი რომელიც არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და საქმე იმაშია რომ არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს აი ის დოკუმენტი, რომელიც იქნება მისთვის სახელმძღვანელო აი ამ დოქტრინის სახით რომ გავჩენ შემოთავაზებული. დოქტრინა ის არის რომ ნებისმიერთან მიხარდაებები იცით რა არის ის წითელი ხაზები, ამას ვერ გადაუხვევ. ამ დროს ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან არ არის აეუქრება საფრთხე. ვიღაცა რომ მოვიდეს და გითხრას აი მომედი ჯარი განათავსოთ აქ, იმიტომ რომ ჩვენ მეზობელთან გვინდა რაღაცა, ესე იგი ჩვენ დოქტრინით გვაქვს ეს აკრძალული და ამ შემდეგ ბევრი ახლა ჩვენ ცოტა გვაქვს რომ და ყველაფერს ვერ მოასწრებთ, მაგრამ აი ეს აუცილებელი უნდა იყოს. ბანკოს მე მინდა ერთი აი ჩავსახლა ბევრი ამერა. დღეს არის ქალბატონ ელენე აბაშიძის 103 წლის თავი. ისიც ჩვენი წევრია. ეს არის სოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი. ქალბატონი, რომელიც ჰიდროგეოლოგიაში ამერიკის აკადემიამ 100 საუკეთესო მეცნიერის სიაში შეიყვანა. ამას ჩვენთან რაც 30 წელიწადია ეს ხელისუფლებები არიან, არავინ არაფერს არ ეკითხება. ეს ქალი გეუბნება რომ არ შეიძლება კაცის აშენება ენგურზე, ხო ის? ენგურზე ვარაყიდეს და ეს რომ ნალხესი და არ შეიძლება. ამ დროს ეს ქალი გეუბნება რომ საქართველოს დიდარია წიაღისეულებით და ზეპირად იცის სად რა არის და ის გეუბნება რომ ეკონომიკა ისე წარმართე რომ შენი ეს წიაღისეულები გამოიყენო. ჩვენ გეუბნები რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, ჩვენ არაფერი არ გვაქვს და სინამდვილეში ნებისმიერი ხელისუფლება მოდის და ჩუმჩუმად ასხისებს აი ამ სიმდიდრეებს და ამ წიაღისეულებს. ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს. ძალიან ბევრი პრობლემები. მე უბრალოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემას მინდა შევეხო. აი თქვენ საუბრიდან ბევრი ძალიან ისეთი ძვირფასი აქცენტები დაისვა და ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელიც მართლაც ყველასაღებულ იყოს თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენი ემიგრანტებისთვის. იმიტომ რომ მე ვაკეთებ საქართველოს გასულ ადამიანებზე, რომ მილიონზე მეტი ადამიანი არის მარტო რუსეთში გასული და აღარ ვაპარაკობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში 10,000 ადამიანი გასული ევროპაში და სოფლებში მუშაობენ და ეს არის პროცესი გრძელდება. ეს არის ტრაგედია, გადის და გადის. ეს არის საგანძო ოქროსფორდია ჩვენი ემიგრანტები, რომლებმაც ის 10 წლების განმავლობაში დააგროვეს საერთოდ ეს თავიანთი ცოდნა, თავიანთი განათლება, თავიანთი ფინანსები სტუდენტად და მოწოდებული არიან რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და თავს ქვეყანას მოხმარონ თავიანთი ყველა სიკეთე რომელიც მათ შეიძინეს. და მე მინდა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა შევეხო. აი თქვენ ახსენეთ გარკვეული პიროვნებები, აქ ძალიან აგრესიული ადამიანები დაახასიათეთ. მე და ჩვენ არ აქვს ილუზია რომ ყველა ეს ადამიანი მოსაწონი იქნება მთელი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა. ეს
ეს აი ამ პროცესი მიდის ესე შეიძლება შეიცვალოს ვიღაც უფრო პოპულარული პრინციპები სწორედ ეს არის რომ ხალხის წარმომადგენლები მაგალითად რუსეთთან უფრო ღრმა ურთიერთობის მომხრე არის პირობითად ვამბობ 10,000 კაცი საქართველოში ხო ამ 10,000 კაცს უნდა ყავდეს წარმომადგენლები პარლამენტში რომ ისმოდეს მისი 10,000 ხმა რომ არ იყოს იგნორირებული სწორედ ეს იგნორაციები რომელიც გამკვიდრდა ძალიან სამწუხაროდ საქართველოში არის რომ უპავს თელ პოლიტიკურ ჯანსაღ პროცესს როდესაც არის ყველა დემოკრატიული გარემო და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი არის სწორედ ის რომ ყველა სეგმენტის აბსოლუტურად ხალხის ხმა ისმოდეს და იყოს წარმოდგენილი მოდი ამ ფონზე ეხლა შევხედოთ საქართველოს პარლამენტს საქართველოს წარმომადგენლები არის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები არიან საქართველოს პარლამენტში ეს ამ რას ხედავთ წარმოგიდგენთ პრაქტიკულად პარლამენტი ამ პრინციპებით რომ იშიშელოს გაუქმებულია პარლამენტი საქართველოს პრაქტიკულად არ აქვს იმიტომ რომ იქ ისმის საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ის ხმა მეტი არა ეგაც ყველაზე მაქსიმუმს ვამბობ ციფრს ვამბობ მე ამ 70%-ის ხმა და აზრი არ შევდება საქართველოს ყველაზე მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ამიტომ არის საჭირო რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა საკითხზე დემოკრატიული მოწყობის პრინციპის ის არის რომ ყველა ადამიანებს და ჯგუფს ასობით ათასობით და მეტობით ადამიანს ყავდეს თავისი წარმომადგენლები პოლიტიკურ მთავარ ორგანოში და პირადად ჩემთვის შეიძლება აქედანაც იყოს ამ ღირსეულ ადამიანებიდან რომელიმე მეუღებელი მაგრამ მას ყავს თავისი ხარდამჭერები სწორედ ამიტომ არის მესამე კონგრესში ამიტომ ეს არ უნდა იყოს ამაფრთხობელი არც ერთი ჩვენი ტელემოყოლებისთვის და არც ერთი ჩვენი თანამოყოლებისთვის როგორი რადგან ბავშვი ამაში ჩვენ შევდახვდებით ასევე მე მინდა ყურადღება გავამოხილო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე აი თან ვსაუბრობ ჩვენ და განაშაული იქნება ჩემი აზრით რომ არ შევეხოთ იმ მართლაც უმძიმეს პროცესებს რაც ხდება განსაკუთრებით აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში აი როგორ შეიძლება და ახლა საუბრობენ სერიოზულად დღეს ქართული პოლიტიკოსები როგორ შეიძლება დაბრუნდეს აფხაზეთი და ცხინვალის ჩვენი სიზველი ცენტრი პრაქტიკულად გული საქართველოში ამიტომ რომ ამოწურეს ყველა ტვირი ამოიწურა ყველა იდეა გამოაშკარავდა რომ ეს არის ან გამყიდვალური იდეა ან არ მუშაობს უბრალოდ ეს იდეა აქედან გამომდინარე სწორედ აქ წარმოდგენილი ადამიანები მესამე კონგრესის ძალიან ფიქსებული წარმომადგენლები შემუშავეთ პროგრამას გეგმას კონკრეტულ გაწერილ დროში გაწერილს თუ როგორ შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით ნაბიჯები რომელიც გააბავს აფხაზურ საზოგადოებასთან კომუნიკაციას და კავშირებს ცხინვალის რეგიონში ჩვენ სოს ძმებთან და დებთან კავშირს და კომუნიკაციას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ რაღაცნაირად არა სხვა ქვეყნებში სხვა დიდ ქვეყნებში ვეძიოთ ამის გამოსავალი არამედ ჯერ ჩვენს თანამემამულეებთან ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან და ორ ძმებთან და დებთან გამონახოთ ჯერ იქნებ საერთო ენა და იქნებ ჯერ ჩვენ შევთანხმდით როგორც სახელმწიფო გვინდა ერთიანად დავაშინოთ და გვინდა თუ არა საერთოდ ერთად თანაცხოვრება და რაც კარტონმაზე ხო შეიძლება რომ შევთანხმდეთ ჯერ ჩვენ და არის ამის გზები და არის ამის საშუალებები ხელოვნურად იგლოება ცხინვალის რეგიონთან ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ურთიერთობა ხელოვნურად არათუ მტრების მიერ ოფიციალურად გარედან არამედ შიდა ურთიერთობებიდანაც გამომდინარე ხშირად გამოკვეთილია ის რომ აი აცვით რადგანაც განსაკუთრებით პოლიტიკურ წრეებში რომ პირდაპირ დიალოგი წარიმართოს აფხაზურ საზოგადოებასთან და ჩვენს ცხინვალელ მეგობრებთან ამიტომ
ძალიან საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის აი ეს გაერთიანება, აი ეს იდეები, რომელიც მეცეთა კონგრესი აყალიბებს, ჩვენ 31 მარტს ვიკრიბებით. სავარაუდოდ ეს იქნება მიმდინარეობს მოლაპარაკებები ილია ჭავჭავაძის სამუზეუმის ადმინისტრაციასთან და ვისაც მართლა სკივა საქართველოს ბედი. ვისაც მართლა უნდა რომ პოლიტიკური პროცესები გადავიდეს მართლა ჯანსაღ რესურსებზე. ვისაც ანაგვებს და სკივა ჩვენი ეროვნული უძვირფასესი ათასობით წლიდან მოყოლებული და უტანილი სისხლით ტრადიციები და ყველა ის ღირებულება, რომელიც დღემდე ღმერთის წყალობით არსებობს. მოვიდეს, შემოგვიერთდეს და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს უდიდესი მომავალისაკენ. ეს იყო მეცნიერთა კონგრესის დრო. ჩემი სტუმარი იყო ბახში ჟვანია, ფიზიკის და ენერგეტიკის პროფესორი, დიდებული პიროვნება, დიდი მადლობა.